ნინო ფერაძე და მებონო ცუბიძე უკვე გაქვს ვერსია რაღაც ისე გადაიწეს არჩეულზე. რაღაც ძალიან არ ვარ დარწმუნებული. ეს პასუხებში. წარმოდგენა ვეირა. შენ ჯერია? თუ შეგიძლია 20 წამში რო წაიკითხო. რა? ვერთო ჩემო ხდება. ყველაფერს აგიხსნით. არა, ეხლა პარანოია დამემართა რა. მე მგონი ყველაზე რთული იყო არის. ძაფი, აი ნახე დაფაზე რა ხდება, ძაფით არის დასაკავშირებელი. კარგი რა, სხვა ჰიმნი რატო აქვს რა? სალამი და გამარჯობა მეგობრებო, ეს არის შემეცნებითი შოუ მაძიებელი, რომელშიც ჩვენ საქართველოს ისტორიას ვიძიებთ. მე სანდრო ლორკიფაინძე ვარ და დღეს ჩვენ ნახევარფინალში უკვე მაძიებლები იქნებიან ნინო ფერაძე და მებონო ცუბიძე, რომლებმაც თავთავისი გამოძიებები უკეთ დაასრულეს ვიდრე მათმა მეტოქეებმა და ეხლა გააგრძელებენ ბრძოლას ჩვენი თავარი პრიზისთვის. მეგობრებო, სალამი. სალამი, სალამი. როგორ გიკითხოთ? არა გვიშოს. კარგად. ნორმალურად, ასე ვთქვათ. ხარ მზად რომ ისე ამოვიღოთ ჩვენი მზადვარ საძიებო ინსტრუმენტები და დავიწყოთ ძიება საქართველოს ისტორიაში. ძალიან კარგი, თქვენ წესები უკვე იცით, მაგრამ მე მაინც კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებლებისთვის ავხსნი, რომ 3 რაუნდზე ვთამაშობთ, თითოეულ რაუნდში 8 ქულა მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია მოვიპოვოთ. პირველ რაუნდში წარმოგიდგენთ 2 დოსიეს ცნობილი ადამიანების შესახებ საქართველოს ისტორიიდან და მინიშნებებს გაძლევთ 4 ქულიდან ქვემოთ, შესაბამისად რთულიდან მარტივისკენ. პირველი მინიშნებით თუ გამოიცნობთ 4 ქულას მიიღებთ, მერე 3-ს, მერე 2-ს, მერე 1-ს და ასე შემდეგ. მეორე რაუნდშიც იგივე ხდება, ოღონდ ამჯერად არაცნობილ ადამიანებს, არამედ ცნობილ მოვლენებს ეხება საქმე, ამიტომ საქმე ქვია სწორედაც მეორე რაუნდს და მესამე რაუნდში 8 ისტორიულ ფაქტს შემოგთავაზებთ, ეს არის ვერდიქტის რაუნდი და თქვენ უნდა გამოიტანოთ ვერდიქტი არის სწორი თუ მცდარი, ესა თუ ის ფაქტი. თვითონ მინიშნებებს კი აქვს სამხილების ფორმა, ნივთების, ტექსტების, აუდიო, ვიდეო, ფოტომასალის და ასე შემდეგ. დავიწყოთ? დავიწყოთ. შეგვიძლია დავიწყოთ კვლევაძიება, ვინც ეძებს ის იმარჯვებს. მოდი, გავარკვიოთ, ვინ იქნება პირველი პრივილეგიის მქონე პასუხის. ერთიანი თუ გერბი? ნება მაიჩეს. გერბს ავირჩევი. გერბს, ერთიანი. ერთიანი. ამიტომ ნინო დაიწყებს თამაში. პირველი მინიშნება მეგობრებო. მე ბოყურს ასმენები, უკვე გაქვს ვერსია რაღაც ისე გადაიწეს არჩეულზე. ხო, მებას განსხვავებით მე არანაირი ვერსია არ მაქვს. ვერსია, მაგრამ უნდა დაფიქრდე ეს ნემსი და ძაფი რა არის. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. რაიმე პირველადი მიგნებები? არაფერი საკუთრებული. დროც გავიდა. კი ბატონო, მეორე მინიშნებს დავუდგა. კაი, გადავულოცოთ მებოს მაშინ ეს მინიშნება. გამოიცნო ხო? ვერა. და შენი ჯერია და ნინო ყურსას მე. მალე გავიდა დრო რაღაც. ხო, არ ქონდა ნინოს ვერსია. აი, ხო ვფიქრობ გავრისკო თუ არა. უკვე გასარისკა გაქვს საქმე? გამოუშვია რა ვერსია. ხატვარს ვფიქრობ. ხატვარს? რატო? ნუ როგორც წესი ძაფით ხატავენ ხოლმე ხატრები და არა, ნახატს რა ქვია ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დედა იმერეთი დედა ჩემი. ხო. იქ ხო თუ ზუსტად მახსოვს. ქსოვს. დრო გავიდა. ქსოვს იქ. გავისკო. და ფიქრობ რომ გარისკო. ეს რაღაცა რამდენიმე ბიჯიანი გასვლა, ხო? იმიტომ რომ ძაფიდან ქსოვაზე, ქსოვიდან პერსონაჟზე, პერსონაჟიდან ავტორზე. კაკაბაძე, გავისკო. აფიქსირებ? ვაფიქსირებ. დარწმუნებული ხარ? კი, კი. აბსოლუტურად. კი. გამოიცნა ხო? დააფიქსირა უკვე თავისი ვერსია. დააფიქსირა თავისი ვერსია, მაგრამ მე არ გეტყვი რა ვერსია დააფიქსირა. ვერ გამოიცადი ხო? იმიტომ რომ ვერ გამოიცნო. აუ, რატო მეგონა რომ იყო რაღაცა. უბრალოდ შეგეტყვი რომ ეს არ არის ეგეთი. შენ როგორიც გინდოდა.
მაგრამ ეს მერე განვიხილოთ. ეს მინიშნება. მე გამოვეთიშე ხო ეხლა? შენ გამოვეთიშე პირველ დოსიეს და ნინოსთვის მეორე მინიშნება უკვე ჩემი საქაღალდიდან და ამოვიღო. აი ეს არის მეორე მინიშნება, უბრალოდ ისე მაინც მებოსსაც ვაჩვენებ. ეს არის მეორე მინიშნება. კი ბატონო. წავიდა შენი დრო. კი ბატონო, ქალთა სასწავლებელია რაღაცა. შეიძლება. ხო არ გეცნობა ვინმე? ერთი ვერსია გამიჩნდა ახლა ეკატერინე გაბაშვილი, იმიტომ რომ ის ასწავლიდა, უფასოდ ასწავლიდა სკოლის ახალგაზრდა გოგოებს წერა-კითხვას ქართულად და როგორც მახსოვს თავიდან სახლში ასწავლიდა, მაგრამ მე სასწავლების გახსნაც მოუწიათ იმდენი მსურველი იყო. დრო გავიდა ამასობაში. ბურთი და მოედანი შენია, თუ გინდა გარისკე, თუ გინდა არ გარისკო, რა ვიცი, შენ როგორც გადაწყვეტ. მოდი. უბრალოდ რადგან მებომ გარისკა მე ასე აყვები ამ ავანტურაში თუ ეხლა მე გამოვიცანი. იქნება და გავისკოთ ეთქვა ეკატერინე გაბაშვილი. ეკატერინე გაბაშვილი. როგორ რისკიანი ხალხია, როგორ მოხვედით ნახევარფინალამდე, არ ვიცი. მე სხვა ვერსია მაქვს. რა ვერსია გაქვს? მარომაყაშვილი. მარომაყაშვილი. ხო, მინდა გითხრა რომ ამ ფოტოზე არ არის მარომაყაშვილი. ხო, ფოტოს ამ ფოტოზე არიან გოგონები მართლაც, გოგონათა სასწავლებლიდან და ასევე რამდენიმე ასაკოვანი ქალი, მათ შორის ერთ-ერთი არის ეკატერინე გაბაშვილი. ეს ორი პასუხია და 3-0. ვაუ! ბრავო! ეკატერინე გაბაშვილმა დააარსა ქუთაისში ჭრაკერუის შემსწავლებელი სკოლა, მათ შორის, აი როგორც გოგონებს რო ასწავლიდა უფასო წერა-კითხვას, მათ შორის ხელობასაც ასწავლიდა ანალოგიურად და ხო, და საერთოდ ძალიან მაგარი ქალი იყო, ბევრი რამეს აკეთებდა ლიტერატურის ასოცირდებოდა. ჭრაკერუა იყო, ხო, ბუნებრივია ეგამბავი თუ გეწოდინებოდა. ხო, და მარომაყაშვილი რატო თქვი, იცი, რაღაცა ეგეთი მახსოვს, რომ მაგრამ ქსოვა, მოკლედ ქსოვას მაშინ ყველა ქსოვდა. ჩაუკირკიტდი ქსოვას და მივხვდი რომ ქსოვა, მაგრამ ამით არ ასეთი ძაფით არ ქსოვენ, ხო? არა, ეს ხო საკერავი. ვერსია ქონდა. მარომაყაშვილი. პირველი მარომაყაშვილი. არა, პირველი თქვა კაკაბაძე, იმიტომ რომ მეთქი ისი დედა. ოკეი. არ ვიცი, მოკლედ რა. კაი, ეკატერინე გაბაშვილს ბევრი საინტერესო ამბავი აქვს თავის ცხოვრებაში, როგორც გავარკვიეთ და შეგვიძლია ეს ყველაფერი ვიდეო რგოლში ვნახოთ. 1851 წელს გორში ქვეყნიერებას ევლინება მწერალი და საზოგადო მოღვაწე ეკატერინე გაბაშვილი. ფავრის პანსიონში სწავლისას უმეგობრდება იაკობ გოგებაშვილსა და ალექსანდრე ცაგარელს. გორში დაბრუნებისთანავე საგანმანათლებლო საქმიანობას იწყებს. მისი შინაური სკოლის იდეა სახელს იხვეჭს, რის შემდეგაც ქალთა სამრევლო სკოლას ხსნის. 1870 წელს დროებაში მისი სადებიუტო ჟურნალისტური წერილი იბეჭდება. ქორწინების შემდეგ თითქმის 10 წლიან პაუზას იღებს, თუმცა 80-იანი წლებიდან ვრცელი მოთხრობებით უბრუნდება ასპარეზს. აფუძნებს ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1895 წელს კი საკუთარ სახლში ხსნის ჭრაკერვის სკოლას, სადაც ღარიბ და ობოლ გოგონებს უსასყიდლოდ ასწავლის წერა-კითხვასა და ხელსაქმეს. მეგობრებო, 3-0 ანგარიში, მაგრამ კიდევ ერთი ადამიანის გამოძიება მოგვიწევს. უნდა გავარკვიოთ, ვინ არის ეს ადამიანი, ამიტომ შემდეგი დოსიე უნდა ვითამაშოთ, რომელშიც უპირატესობა მებოს ექნება პირველმა დააფიქსიროს ვერსიები. შავი ყუთი. ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო პირველი მინიშნება. თითქოს რაღაც არის შეკითხი. რა? მებო. წავიდა შენი დრო. დააკვირდი ყველაფერს. გაიაზრე. ეს ხო კინდერ სურპრიზის კვერცხია. არა, ამ კინდერში როდეს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ კვერცხ, არა, კვერცხია შუაში 2, 5. შენი აზრით თანაბარი ზომისებია? კი, ანუ არ ვიცი კი. არ იცი. კაი, დრო გავიდა. არანაირი ვერსია. არა. წარმოდგენა, ვერა.
მცდარი ვერსიაც ვერ მეკითხა. არ გაქვს კა? არ გარის კა. არ ქონდა ვერსია. აბა, შენ როგორ ფიქრობ, თანაბარი ზომის ნივთებია? არა, ერთი არის უფრო მძიმე. მეორე არის უფრო მსუბუქი აშკარად. ანუ ერთი რაღაც დევს, მეორე მე მგონი цаრიელია. ზომა? ცირა, კი, სტანდარტული ზომაა მე მგონი, ორი ერთნაირი რაღაცა არის. მაგრამ არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება განაჩენის გამოსატანად. ამიტომ თავი შევიკავეთ. კარგი. მეორე მინიშნების რამე ეთყობა. მე მივხვდი, ანუ რა არის? მეორე მინიშნება მე მგონი კიდე უფრო დაგაბნევთ, მაგრამ ნახევარფინალია მეგობრებო, აბა როგორ გინდათ. მეორე მინიშნება. ემოჯი. მებო. გვერდით შემო. წავიდა შენი დრო, იფიქრე ფართოდ, საინტერესოდ, ყველა მე. ეს ემოჯები არის, ემოციები არის. დიახ. და კვერცხი დაბადება ემოციები. ის რა არის, იმას ვერ ხვდები, ეს ემოციებია. კაი, თქვათ იმას ვერ ხვდები, ამაზე იფიქრე. ნუ ადამიანია გამოსაცნობი. ან დრო გავიდა. კაი. რამე ვერსია ხარ გაგიჩნდა ბოლოს? რაღაც ვერსია გაგიჩნდა, ჯერ არ ვიტყვი, იმიტომ არ ვერ ვამყარებ. კაი, ნინა შენ ჯერია. კარგი, წარმოგდგენ, არ მაქვს რა ხდება, რაღაც ყვითელი ფერის კერამიდი ვერთ მივხვდი, მაგრამ ნუ აქ წითელია მაგალითად. ხო, არა. ნუ რაღაც საბავშვო ნახატებისკენ წავედი. საბავშვო ნახატები? ხო, რაღაც გოგებაშვილისკენ წავედი, მაგრამ ძალიან სმაილები ხატავდა ხოლმე? არა, მაგრამ რაღაც ბუნდოვანი ასოციაცია უბრალოდ ყველაფერი. დრო გავიდა? ხო, არა. რავი, რას ხედავ ისე ფოტოზე? ემოჯიებს ხედავ. ვერსია არ გაქვს? არა, არ მაქვს ვერსია. კეთილი. დიახ, დავეყუდები მებოს. აბა, ან შემდეგი მინიშნება, დიახ, ვაგრძელებთ, შემდეგი მინიშნება. ისე შემოუწელო ხელება, აი უბრალოდ შემოატრიალე. შემდეგი მინიშნება. მებო. შეგიძლია წაიკითხო. თუ შეგიძლია 20 წამში რო წაიკითხო. რა? აბა წავიდეთ რომ. აბა, რა ხდება შენ თავს? საკითხული გააქვს? არა, ეს რა არის? სიგურონ შესავალი პროექტი. სათვალე. დიმიტრი უზნაძე. დიმიტრი უზნაძე. განწყობის რო გავიდა. არ ვიცი, ეგ მაქვს. რატო? განწყობები არის და განწყობის თეორია. კვერცხებს ვერ მივხვდი. ვერავე. აფიქსირებ. ნუ სხვა ვერსია არ მაქვს და ნინოს პასუხი აქვს და ამიტომ დიმიტრი უზნაძეს ვიტყვი. კაი. დაფიქსირა ვერსია. დაფიქსირა და გამოიცანი? ნუ მან ვერ ვიულებ. ასაკში ვარ. მოკლედ, ნინო. განწყობის თეორიაზე არის, ხო? უზნაძეს. ჯერ შენი ჯერია. ხუმრობ, გამოიცნო. არა დაკმული ვიყავი. გამოიცნო, რა თქმა უნდა, ეს არის დიმიტრი უზნაძე. ეხლავე ყველაფერს აგიხსნით. არა, ეხლავე ყველაფერს აგიხსნით. აი მე პარანოია დამემართა რა. კაი, ემოჯები განწყობებია, რა თქმა უნდა, განწყობაზე მიუთითებ და ფსიქოანალიზი ფსიქოლოგიაზე მიუთითებს, და ყველა ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ალბათ დიმიტრი უზნაძეა და ეს ანუ ერთნაირები როა, მაგრამ მოკლედ ეს არის უზნაძის ეფექტის ერთ-ერთი გამოვლინება, მეგობრებო, უზნაძის ეფექტი გულისხმობს, რომ წინასწარი ცოდნით სხვანაირად აფასებ ნიუტს. ეხლა ზუსტად შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბო და ფსიქოლოგებმა არ გამკითხოთ ამის გამო, მაგრამ ერთი რომ ძიმეა და მეორე მსუბუქი, შეიძლება ამის ცოდნით და ამის შეგრძნებით გეგონოს, რომ ერთი ზომითაც უფრო დიდია. ჩუნება, რადგან უფრო მძიმეა. ეს მძიმე არის. ეხა მივხვდი მაგას. მოიცა. ხო, ეხა აქეთ არის მძიმე, კი? ანუ ხო, და რო დახედავ და რო იცი რომ მძიმეა, შეიძლება მაგან გაფიქრებინოს, რომ უფრო დიდიც არის. კი, და უფრო მუქი არის. ხო. მაგრამ თანაბარი ზომა. მუქი მგონი აშკარად არის, მაგრამ ზომა ერთნაირი. ხო, და მუქი იმის გამო ხარ, რომ შეგიძლია ბევრი რაღაც. ცხადია მე. არა არის მუქი. სამთორია ანგარიში, მეგობრებო. სამთორია ანგარიში, ამის შემდეგ უკვე განწყობის თეორიიდან ამონარიდი უნდა წამეკითხა და აღარ გახდა საჭირო, იმიტომ რომ ისაც გასაგებია ყველაფერი. სამთორი ანგარიშზე მოდი ვნახოთ დიმიტრი უზნაძის შესახებ საინტერესო ვიდეო რგოლი. დიმიტრი უზნაძე, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელი და განწყობის თეორიის ავტორი. 1909 წელს ამთავრებს ლაიფციგის უნივერსიტეტს.
მესამე კურსზე ყოფნისას ენიჭება ფსიქოლოგიური საბჭოს პრემია. 1909-1918 წლებში ასწავლის მსოფლიო ისტორიას ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. წვლილი შეაქვს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. მის სახელს უკავშირდება უზნაძის ეფექტის ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში დამკვიდრება. წერს ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალს, რომელიც პირველი პედაგოგიური ნაშრომია ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ. 1933 წელს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგეხდება. 1941 წელს მისი თაოსნობით იქმნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც 1953 წლიდან ფსიქოლოგიის ინსტიტუტად გარდაიქმნება. ვინც ეძებს ის იმარჯვებსო ნათქვამია და ჩვენ ვეძებთ, მაგრამ ჩვენგან მხოლოდ ერთი იმარჯვებს. ეხლა საქმეზე გადავდივართ. საქმეზე გადავიდეთ, როგორც ამბობენ ხოლმე. უნდა გამოვიძიოთ საქართველოს ისტორიიდან ცნობილი მოვლენები და პირველი საქმე ამჯერად ნინოს ექნება გამოცნობის უპირატესობა. მეგობრებო, პირველი მინიშნება არის აუდიო სახით, ამიტომ მოისმინეთ. ეს იყო აუდიო მინიშნება. მე ბოყურსასმენები. მე ეგრო ჩამირთოთ აქ შეიძლება. აბა რა ხდება? მე აუდიო მინიშნებთან ძალიან ცუდად ვარ. ამიტომ მე ვიცი რომ მუსიკის საკმაოდ კარგი მცოდნე. ხო, მაგრამ არა კლასიკური მუსიკის დამწუხაროდ. დამწუხაროდ არა. ბიტი ახლდა ამას, ხო? შეიძლება რამე ფილმის საუნდტრეკიც იყოს, ან რამე ოპერიდან ნაწყვეტი, მაგრამ უფრო ცოტა თანამედროვე არანჟირების ის ქონდა, სულისკვეთებად იქნება. ორიგინალია შემიძლია ეგ თქვა. ანუ გარემიქსებული არ არის. ჩემი ძალიან წირიცოდნით კლასიკური მუსიკის ცოტა ვაგნერის სტილში იყო. ხო, რაღაც ესეთი ეპოსური. რაღაც ესეთი დრო გავიდა. ხო. არაფერი ვერსია. არ ქონდა ნინოს არ დაუფიქსირებდი პასუხი? ვერაფერი ვერ გავიგე, ანუ ვერც რაღაცა ვიმსჯელოთ, აი რა სტილი. ხო, მაგრამ სტილი შენ მუსიკოსი ხარ, მუსიკის არანჟირება კარგად გესმის, ერთ-ერთი რაც ნინოსაც უთხარი, შენც გეტყვი რომ ორიგინალია. რენა ვერ გავიგე. რემიქსის ვერსია არ არის. მესმის. ხო. მაშინ ესე იგი მაგრამ ენამ დამაბნი, ანუ საბჭოთა თავი ავიქრე რა საბჭოური ხო არ არის. მაგრამ რუსული არ იყო აშკარა. არა. დრო გავიდა. ხო, ანუ ვერ არ მაქვს. კარგი. მაშინ მეორე მინიშნება. არის ესეთი. კარგი. ჯერ არ დაიწყო მსჯელობა. მე ბოყურსასმენები. ნინო შენი გამოძიების დროა. კარგი, მოდი უკვე პასუხი გაქვს? ანუ უნდა გავრისკო ალბათ, მაგრამ ვიცი რატო, აუცილებელია. რა ვერსია გაქვს? ნუ, აშკარად ესენი არიან აჯანყების ვერსია მაქვს, გურიის აჯანყებისთვის ეს არის ძალიან სურათი, მგონი პერიოდიდან ალბათ არ იქნება შემორჩენილი. დრო გავიდა ამასობაში. მოდი ვიტყვი, აჯანყე გურიაში. გურიის აჯანყებას ვიტყვი. გურიის აჯანყება. ან ქაკუცა ჩონოყები. ან ქაკუცა, არ ვიცი. დაველოდები ერთ იმას კიდე მაინც რა იმედია. კარგი. შეიკავებს თავს. გადმოვიდა შენკენ მეგობარო ეს სამხილი ყურსასმენები და აბა შენ რა მიგნებები გაქვს ახლა? ვინ არის ეგ ხალხი? ხო, ვერ ხვდები თურქები? არ გადაიკიდე ახლა მე მგონი ეგ ხალხი. არა. ცუდი ხარისხის ფოტოა და უბრალოდ ვერ იცნო. არ ვიცი, ვერ ხვდები. ანუ მუსიკამ დამაბნევი და ქართული არ იყო და არა, ნუ გასაგებია თურქები არ არიან. ვიცი, საჭარაში. ნუ რა უჭირავთ ხელში კაც რანაირი ხალხი? თოფები. აჯანყება იყო რამე? არ ვიცი. რევოლუცია.
გეხები. კაი, დრო გავიდა. არ ვიცი, ვერ ხვდები საერთოდ. სიმართლე. მაშინ დაველოდოთ შემდეგ მინიშნებას. ოპ, შემდეგი მინიშნება ტიტუ, ახლა საერთოდ დაიბნევით თქვენ ეჭვი მაქვს. ხომ დადვილდებოდეს მესამე და რაც გვაბნევა. აი, ბატონო, აი. მე ვაყურს ასმენები, შეგიძლია დაიწყო ფიქრი. ნინო. კარგი. რა არის? აბა, სწრაფი ეს არის რაღაც უნივერსიტეტის ლოგო, ხო? უნივერსიტეტის? უნივერსიტეტია. სრულად წაიკითხე, აბა სახელი. FC უნივერსიტეტია 1919. ხო. დრო გავიდა. კაი, მაინც უნდა თქვა ფაქტია შავყაშვილის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ. რისკავ. კი. აღარ ელოდები ერთ-კულიანს. ერთ-კულას შეიძლება კონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვიცი, აუცილებლად. კეთილი. დააფიქსირა ნინო ვერსია და ეს არ არის სწორი პასუხი. არ არის სწორი პასუხი, ამიტომ შვიდად შეგიძლია შეუდგე ამ მინიშნებაზე ფიქრს. ეს ის კლუჟი რა არის? კლუჟი. კლუჟი რა არის? რუმინეთში არის თუ არ ვიცი. საფეხბურთო კლუბი კლუჟი ვიცი და უნივერსიტეტი კლუჟი 1909 შეიძლება წელი არის. წელია ცხარი. ხო და არა, ანუ შეიძლება ეს არ არის მნიშვნელოვანი თქვა მის თქვა მინდა და ცოდი მინიშნება იქნებოდა მაგ შემთხვევაში. მაშინ არ ვიცი კლუჟი რუმინე ის მუსიკა ხო, მუსიკა. რაღაცა მგონია რომ აჯანყება. დრო გავიდა. ისეთ ხო, ნუ ახლა მე არ მოგწონს. დაელოდები ერთკულიანს რომ გაათანაბრო, ხო, ერთკულაზე თუ გამოიცან იმიტომ თუ გამოიცნობ გაათანაბრებ. აი, ეხლა უკვე მუსიკა კი არა, ეხლა ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ, ეს არის ბოლო მინიშნება. Mai departe, o pasă greșită pentru Dimopulu. Ceaburzania. Din nou minge de angajament pentru Șconia. Șconia intră în careul de 16 metri, pericol la poarta noastră și este golul în minutul 68. Iată avertismentele date până acum de această jucătoare Șconia, de această echipă la începuti. აბა რა ხდებოდა? ვიმჯელოთ გოლი გაიტანა გოგომ კლუჟის ფეხბურთელმა. კლუჟის მე ფეხბურთელმა? მგონი თუ კლუჟს გაუტანეს. არ არ ვიცი. ვიცი. ხო, მაგრამ მოიცეთ, რაღაც სადღაც დაუკარგე საერთოდ ერთმანეთთან კავშირი. მე მგონი ყველაზე რთული იყო არის. ძაფი, აი ნახე დაფაზე რა ხდება, ძაფით არის დასაკავშირებელი მინიშნებები. დრო გავიდა. რამე უნდა გაკარას. მოვლენა უნდა. მოვლენა, კი. და საკმაოდ მნიშვნელოვანი მე ვიტყოდი. არ მოდის არა. ჩემპიონობა რა ვიღაცი ჩემპიონობა პირველ არა. კაი, უნდა მითხრა. არ არ გაქვს ვერსია. არ გაქვს ვერსია. საერთოდ ვერ ხვდები არ უნდა. ჯაბორზანია, ჯგონია ისმოდა იქ. გოლ ჯგონია. სამეგრელო? ჯგონია ხაბურზანია და ბოლოს გუნდის სახელით გაისმა ლანჩგუდი. ეს არის გურის აჯანყება? არა. გურის აჯანყება ხო თქვი კაცო? კი, არა, მე რეკაფუცასი თქვი. არა, ეს არის პირველი ქართული გუნდის მოხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა. პირველი ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იყო ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი, რომელშიც ხატია ჭყონიამ გაიტანა გადამწყვეტი. ის არის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. ჰიმნი რატო აქვს რა? მაგრამ გავს სტილით ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გამახსენდა კი? რატო არ თქვი მე? არა, ნახე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი თუ გაგახსენდა. კლუჟი ხო თქვი FC რო ნახეთ ხო ფუტბოლ კლუბ არის FC ხო მაგრამ არ ვიცი და რაღაცა ჩემპიონთა ლიგა არა ხო კი არ გამუნათებთ კაცო არა ასე გიჟი არის რო შეიძლება და ამ მოვლენის შესახებ რომლითაც ესე იგი პირველად მოხდა რომ ქართული გუნდი კაცების გუნდი არ გასულა არასოდეს ჩემპიონთა ლიგაზე ლანჩხუთი გავიდა პირველად ჩემპიონთა ლიგაზე და ამ მოვლენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ ვიდეო რგოლიდან ლანჩხუთში 2010-იანი წლების დასაწყისში დურმიშხან ჩხეიძის თაოსნობით გოგონათა საფეხბურთო აკადემია ფირალები იხსნება. აკადემიის ბაზაზე დაარსებული ქალთა კლუბი ლანჩხუთი 2019 წელს პირველად ხდება საქართველოს ჩემპიონი და მონაწილეობას იღებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველ რაუნდში ლანჩხუთი ყაზახურ ოკჟეტპეს გასვლაზე დამატებით დროში ამარცხებს.
გურიის გუნდი დასკვნით საკვალიფიკაციო თამაშსაც სტუმრად ატარებს და რუმინეთის ჩემპიონ ოლიმპია კლუჟს ხატია ჭყონიას გოლით უგებს. ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი ხდება პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული გუნდი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე იბევებს ადგილს. აი, ასეთი ამბები გადაგხვდა თავს ძვირფასო მეგობრებო და ბოლო საქმე უნდა ვითამაშოთ, რომელშიც უკვე მებოს ექნება გამოცნობის უპირატესობა. პირველ მინიშნებას აქვს ფოტოს ფორმა. ეს არის 2023 წლის საკალათბურთო მატჩის პოსტერი, რომელშიც ჩვენ ცირედი ცვლილებები შევიტანეთ. რათა მინიშნებად უფრო კარგი ყოფილიყო, ასე ვიტყოდი. მებო, ნინო ყურსასმენები. მოდი, ეს ირანია. ირანია. საქართველოს ირანი? ან შეიძლება დროშად შეცვლილიყო, რომ არა. არ მithქვამს, მაგრამ დრო გავიდა. კაი, არ მოხს, ან რა თქმა უნდა, არ მოხს არნაირი ვერსია. ყველაფერს დააკვირდი. კაი, დრო გავიდა. კაი. ნინო. სპორტულ მინიშნებას რო ხედავ ეგრევე ტვინი მეყინება, მაგრამ არ მგონია სპორტულ მოვლენაზე იყოს ლაპარაკი ისევე. შეიძლება ეს 72-94 რამე წლის მანიშნებელი იყოს. 7284 წელს. არა, ან 84 წელს ან 72-ში. ხო. შეიძლება პოზაზე დრო შეცნობ? საქართველოს კი. მეორეს? ვერა. ვერა. აი, დრო გავიდა. ოკეი. მაშინ მეორე მინიშნება უნდა მოგცეთ. ეს არის მეორე მინიშნება. ოღონდ არ შეჭამო. აბა, რა, არ ვიცი. თუ მიხვდი? აუ, იცი რას ვერ მიხვდი? აბა რას? 9 ძმა ხერხეულიძე არის უეჭველი, მაგრამ რა იმაში, ანუ ვერ ვიხსენებ. ანუ რომელიმე. ვა, 9 ძმა ხერხეულიძე რატოა? ერთი თხილის გული 9 ძმა გაიყო, 9 ნომერი არ არის შერმადენი და შეცვლილი აქვს ნომერი. წანისის ბრძოლა. აუ, დრო გავიდა. არ გაქვს ვერსია. ეგ არის ვიცი უბრალოდ. არ გაქვს ვერსია თუ გაქვს? კაი, ბოლო შანსი რომ მითხრა. აუ, გამოიცნობს ახლა და არ ვიცი. გავრისკო. რომელ ბრძოლაში იყვნენ, აუ. კაი, წანისის ბრძოლა. აფიქსირებ ნახდა, არ მოიცდი. არ მოვიცდი, ნუ გავრისკავ. წანისი. კი. არ მახსოვს. დააფიქსირა, მე რა ბნუცუბიძემ პასუხი და ეს არ არის. არ არის სწორი მას. არ არის სწორი პასუხი, შენი ჯერია. მარაბდის ბრძოლა. რატო? აგვიხსენი. 9 ძმა ხერხეულიძე, 9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო. როგორ გაიყო, არ ვიცი, იმიტომ რომ ეძებს მეყო. მაგრამ მარაბდის ბრძოლაში დაიღუპა 9 ძმა ხერხეულიძე. და ამ პოსტერზე რა ხდება მაშინ, რაზე მიანიშნებ? ბარე მეგაც ახსენი, მე ვარ ვილაპარაკობ. ვისი დროშა მითხარი? ნუ ვისი იქნება მაშინ. ხო, ნუ მაგას ვერ მიხვდებოდი ეგრე, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესეთ პასუხი. მოკლედ, ამ პოსტერზე ჩვენ მხოლოდ ანგარიში შევცვალეთ სინამდვილეში, იმიტომ რომ საქართველოს ბუნებრივია მოიგებდა ირანთან საკალათბურთო მატჩს, ბევრად უკეთესი ნაკრები ყავს, მაგრამ ჩვენ წავაგებინეთ, იმიტომ რომ იმ საშინელ წელს წავაგეთ, 1625 წელს ჩვენ მოვიგეთ მარტყოფი და აქედან რამდენიმე თვეში წავაგეთ მარაბდის ბრძოლა. ეს სწორი პასუხია. ზუსტად მაგიტო შევცვალეთ, რომ მარტყოფი გამოგვერცხა, იმიტომ რომ მარტყოფთან მოვიგეთ და მარაბდის ბრძოლა. ანგარიში შეცვალეთ, ანუ თორე შემოდის ხან რომ ეგეს. ხო, მარაბდის ბრძოლა ნამდვილად ეს და ანგარიში ხდება ესე რომ ირანთან როგორ წავაგეთ. 6-2. ისე რო არ გაგერისკა, მაგრამ რაღაც არა, ანუ არ მახსოვდა. მარტყოფი თუ შენ? არა. წანისი. ვაფშე ვერ გავიხსენ რომ ბრძოლაში იყო და მაგრამ მიხდა ლოგიკას 9 ძმა ხერხეულიძეს, მაგრამ მარტყოფით. მერე უნდა მეჩვენებინა სხვათა შორის არის შემორჩენილი რა, ანუ აღდგენილი მარაბდის ბრძოლის სქემა. ამით უფრო ვერ მიხვდებოდი. ნახე? ეს კუდი არ გეცნობა, რა სააკაძისა. კი.
მაგრამ მარაბდის რო სააკაძე უკვე ჩახსნილი იყო მე მგონი. არა, მარაბდაში იყო და რომ მსჯელობდნენ როგორ წარემართათ ომის სტრატეგია, არ დაუჯერეს. ხო, არ დაუჯერეს სააკაძეს, რომელსაც სხვა იდეები ქონდა. აი ეგ არის რა. ბოდიშ ჩემი ისტორიის მასწავლებელი. დროშების ის მოკოცად მომახსენს რა არ მოყვარს დროშების დაზამახსოვრებას, ნუ. კაი, ჩემზე უკეთ ვიდეო რგოლში გავიგებთ მარაბდის ბრძოლის შესახებ საინტერესო ამბებს. მათ შორის იმის შესახებ, როგორი ეგრეთ წოდებული fake news-ით წავაგეთ ეს ბრძოლა. 1625 წლის ივნისი. ირანელთა არმია მარტყოფის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საქართველოს უტევს და მდინარე ალგეთის ხეობაში მარაბდის ველზე ბანაკდება. თეიმურაზ პირველი და გიორგი სააკაძე ბრძოლის დაწყების თარიღად 1 ივლისს ირჩევენ. ბრძოლის გაჩაღებიდან მალევე ქართველთა ჯარის ნაწილი ბრძოლას მოგებულად მიიჩნევს და თავს ანებებს. ცხენოსანთა რაზმი კი მტრის გაქცეულ ნაწილებს ედევნება და ბრძოლის ველს სცილდება. ამასობაში ირანს ახალი რაზმები ემატება და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია თეიმურაზის გარდაცვალების შესახებ. ლაშქარს ჰგონია, რომ მეფე ამკვდარი. სინამდვილეში კი დაშავებული თეიმურაზ მუხრანბატონია. მეომრებს სასოწარკვეთას ძლევთ და ქართველთა ჯარი მარცხდება. ვაგრძელებთ კვლევაძიებას, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიას საკმაოდ კარგი გამოძიება და გამოკვლევა სჭირდება და ვერდიქტის რაუნდზე ვართ გადასულები. 4 ქოლა განსხვავება, მოიმარჯვეთ თქვენი დაფები და ჩამოწერეთ რამდენი 8 არის? 8 ვერდიქტი უნდა წაგიკითხოთ და თქვენ უნდა მიხვდეთ, მოკლედ სიმართლეა თუ არა, რაც გითხარით. პირველი 2020 წელს მთის ამბების რეპორტაჟი, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გატარებულ ტყვეობას შეეხებოდა, პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. მეორე 1924 წლის აჯანყების დროს, აი შე რო უპასუხე, საგანგებო კომისიას, იგივე ჩეკას, აჯანყებულთა ბანაკში არაერთი ჯაშუში და ინფორმატორი ჰყავდა. ერთი ვერსიით, სწორედ მათი მონდომების გამო გადაიდო და განისაზღვრა აჯანყების დაწყების თარიღად 28 აგვისტო, 17 აგვისტოს მაგივრად. მესამე საზოგადოება უღელი, სახელია ესეთი, ერთ-ერთი პირველი საზოგადოებრივ პოლიტიკური მოძრაობა იყო, რომელიც ქართველმა სტუდენტებმა ციურიხში დააარსეს. მეოთხე ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველა ასაკობრივ დონეზე ჯამში 3700 ქალი ფეხბურთელია აქტიური. მეხუთე პირველი ქართული ელექტრონული კომპოზიცია 1990 წელს ნიკა მაჩაიძემ შექმნა. მეექვსე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15,000 ადამიანს. მეშვიდე ორგანიზაცია ხელი ხელს, რომლის მიზანსაც შშმ პირების დახმარება წარმოადგენს, გახდა პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ პაკეტში მოხვდა და მსოფლიოს მასშტაბით მისი გამოცდილება საუკეთესოდ აღიარეს. და მერვე 1921 წელს საქართველოში 26 მაისი დიდი ზარზეიმით აღინიშნა, ან დამოუკიდებლობის დღე. აბა ჩამაბარეთ თქვენი ვერდიქტები. რაღაც ძალიან არ ვარ დარწმუნებული. თუმცა პასუხებში მას ოჰო, რამდენი განსხვავებებია. დაიძაბა მდგომარეობა. მოკლედ, პირველი ამბავი მთის ამბების რეპორტაჟის შესახებ, მთის ამბები ზოგადად იცით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ საკითხებზე მუშაობს. ნინომ ჩათვალა, რომ მართლაც წარადგინეს პულიცერზე, მეგობრებმაც ასე ჩათვალა, არ წარუდგენიათ პულიცერზე, მეგობრებო, მაგრამ ევროკავშირის სპეციალური პრიზი მიიღო მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პულიცერზე არა. მეორე ამბავზე აჯანყების თარიღად რო 28 აგვისტო განისაზღვრა 17-ის ნაცვლად, ნინო მიიჩნია, რომ ცდარი ინფორმაცია, მებო დაეთანხმა ამას. სწორია, ნამდვილად ასე იყო. 17 აგვისტოს ჰქონდა დაგეგმილი და უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე დაგეგმილი იყო და მაგიტომ არა, ნახე რა იყო, 17-ში იყო დაგეგმილი, ამათმა გააჯანჯლებინეს სპეციალურად, იმიტომ რომ
რაღაცა მომზადებული იყვნენ და მერე მოხდა კიდე ერთი აცდენა 29-ში უნდა დაეწყოთ და მე მახსოვდა მე და მაგითო ვფიქრობ თარიღი იყო არასწორია. ეს ერთი ქულა მეგოს. მესამე საზოგადოება უღელი ქართულმა სტუდენტებმა რო ციურიხში დააარსეს, ნინომ თქვა რომ კიო, რატომაც არაო დააარსესო, მებამ თქვა არაო არ დააარსესო. დააარსეს, რას ერჩოდი? არა, მე მეგონა სახელგატყუებია. მაგით რაღაცებში თქობა ხოლმე და მოკლედ ანუ იმაში არ შევიტანე ეჭვი რომ დააარსეს. ვიფიქრე რამე სხვა ერქმეოდა. ხო, არა, 1873 წელს დაარსებულა და საზღვარგარეთყოფი ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობის გაერთიანებას ისახავდა მიზნად და მოკლედ ლიტერატურის შესწავლა და პოპულარიზაცია იყო ამ მიზანი რა. 3700 ქალი ფეხბურთელი თუ ყავს თქვენი აზრით? ნინო ფიქრობს რომ არა. მეც ფიქრობს რომ არა. ყავს მეგობრებო, ყავს. ყველა ასაკობრივ დონეზე 3700 გოგონა თამაშობს ფეხბურთს. მეხუთე ნიკა მაჩაიძემ რო შექმნა პირველი ქართული ელექტრონული კომპოზიცია. გოგიდოძუაშვილი უნდა ყოფილიყო, ნიკა მაჩაიძე და ვიფიქრე ერთ-ერთი არ ვიცი გოგიდოძუაშვილი ვიფიქრე. იფიქრე რომ არასწორია, ნინომ ჩათვალა რომ სწორია. და სწორია, ხო? არასწორია, ეს მეორე ქულა გოგიდოძუაშვილია ალბათ. არა, პირველი ქართული ელექტრონული კომპოზიციად მიჩნეულია ქართული ლამენტაციები, ესე ქვია კომპოზიციას, რომელიც 1974 წელს შეიქმნა და მისი ავტორი არის ნათელა სვანიძე. ესეთი ამბავია, მუსიკა სინთეზატორ EMS Synthi 100-ზე შეიქმნაო და მოგვიანებითო ეს ინსტრუმენტი სტალკერის საუნდტრეკშიც გამოიყენესო, სხვათა შორის, ტარკოვსკის ფილმში. ინსტრუმენტი და არა კომპოზიცია, ხო? ინსტრუმენტი, ხო. მეექვსე მებოს არ მოეწონა, არც ნინოს მოეწონა, არა და მართლაც ამდენ ადამიანს სჭირდება სისხლი ყოველწლიურად. 10-15. თავიდან ახე თოლია მქონდა და თოლია მქონდა და გადააკეთე რატომღაც. მეტი მეგონა, გაიგე? მე ვთქვი რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გამოდის. ხო, არ ვიცი. რაღაც, ხო, არა, 10-15000-ია საშუალო ასე ვთქვათ. ხელი ხელს ორგანიზაცია მართლაც მოხდა ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო მასშტაბით ორგანიზაციის მოკლედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ პაკეტში მართლაც მოხდა და ამაზე ორივე დამეთანხმეთ. აი მერვეში კიდე განსხვავება გაქვთ. ნინო მიიჩნია რომ რანაირად შეიძლებოდა 1921 წელს 26 მაისი აღნიშნულიყო და მებომ ჩათვალა რატოაც არა. აი რავი აღნიშნავდნენ და ლოგიკურად არ უნდა ეს ქულა მებოსკენ მიდის. კარგი, გამიხარდა. ხო, იმიტომ რომ მოკლედ თავიდან წითელი არმიის შემოჭრა რუსული პროპაგანდა ისე ამუშავებდა ამ თემას, თითქოს ეს იყო საქართველოს გათავისუფლება და პირველი 2 წელი, ამიტომ დამოუკიდებლობის დღეც აღინიშნებოდა და მოკლედ პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ აი ნებით შევდივართ საბჭოთა კავშირში, ხო? მერე შევედით უკვე წლების შემდეგ საბჭოთა კავშირი, როცა შეიქმნა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, მაგრამ ესეთი ფორმა ქონდა ამ ამბავს, ამიტომ 26 მაისი მაშინ აღინიშნა. 3-1 ვერდიქტში და საბოლოოდ 7-5 ნინო ფერაძე ფინალშია. სასიამოვნო იყო ძალიან. ესეთი ფანფარები. გილოცავ. მადლობა, სანდრა. ფინალში ხარ, მივახლოვდი ვირტუალურ სათვალეს, მაგრამ ჯერ შენი არ არის, მაგრამ შენ აუცილებლად შეხვდები ფინალში. მებო, მადლობა. პირიქით, მადლობა კარგი თამაშისთვის. ასევე. კი, ძალიან კარგი იყო. შვენიერი თამაში გამოვიდა. თხილიც შეგვიჭამეს. თხილი იყო. 8 ძმა დაგვრჩა მშიერი. მაგრამ რა გაეწყობა? მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხით აროსთავობა, დაგვიტოვეთ კომენტარები, მოკლედ გქონდეს ინტერაქცია, კომუნიკაცია, მეგობრობა და რა ვიცი, გზად და ხიდად ყველაფერი რაც კი კარგია. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და ამ არხზეც ახალ ამბებს დავატრიალებთ. ნახვამდის.